ცხადია, რანაირი შემოსევა პაკისტანელების და ინდოელების არ გვაქვს. უმეტესწილად ეს არიან ახალგაზრდები, რომლებიც უნივერსიტეტში სწავლობენ. ბევრი მათგანი მუშაობს. ყველაზე პრიმიტიულ სამსახურს იღებენ ხოლმე მაგალითად კურიერები და ასე შემდეგ. ნაცისტური და ასე რასისტული გამოვლინებები ყველა საზოგადოებაში არსებობს, ამას ვერ გაიქცევი. ვიღაცებისთვის ლოკალურად ეს მართლა პრობლემაა, ანუ ვიღაცამ სამსახური დაკარგა, ვიღაცისთვის მეზობლები შეიძლება სხვა საჭმელს ვაკეთებენ და სუნია სადარბაზოში ისეთ რომელიც არ მოსწონთ, ხარჩო რო გაეკეთებენ პრობლემა არ ექნებოდა და ხარჩოს ინდურ ვერსიას თუ აკეთებენ, შეიძლება პრობლემა ქონდეთ. და მე უკვე პოლიტიკოსები ალკიფო იქნება თუ ვინც უნდა იყოს, რომელიც მიდრეკილები არიან ტყუილებით საუბარს, ამაზე პარაზიტირებენ და ეუბნებენ, შემოსევა პაკისტანელები სწავლეკავენ, დედას გვიტირებენ, ქვეყანას იყიდიან, მიწას იყიდიან და გაგვყრიან. სუსტი ფსიქიკა აქვს და აზროვნებაში პრობლემა ის ამას დაუჯერებს და გაყვება, მაგრამ საბედნიეროდ ჩვენ უბრალოდ ქვეყანაში არ გვაქვს შექმნილი სისტემა, როგორც ევროპელებს აქვს, სადაც პარაზიტები ჩამოვლენ ბევრნი. ანუ თუ ადამიანი ჩამოდის ევროპაში რომ მიდის ბევრი უბრალოდ დაждდებიან ხოლმე იქაურ სუბსიდიებზე, სოციალურ დახმარებაზე და არებს არ აკეთებენ და მე კრიმინალიზდება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ჩვენთან თუ უნდა ჩამოდის, ანუ და ისწავლოს, ანუ და იმუშაოს. სხვა გზა არ აქვს. და ამიტომ ჩვენ კისერზე არ ჯდება ის ზოგადად ის დოვლას ქნის. უკმაყოფილო ხალხი ბუნებრივად იარსებებს. ამ ხალხის უკმაყოფილებაზე პარაზიტირებას ვინმე არაკეთილსინდისელი პოლიტიკოსი აუცილებლად გადაწყვეტს. და ზოგადად ამორჩილი რომელიც მიდრეკილია შეშინდეს და აზროვნებაზე უარი თქვას, ის ყოველთვის აკეთებს სუდ არჩევანს.